ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ხელმისაწვდომი მარტივად არ არის ინტერნეტში. ვყოფები ლოჯისტიკის უზარმაზარ ცენტრში, ბელგიაში, რომელიც ამარაგებს 100-ზე მეტ მაღაზიას. აქ მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მოვახერხე, საკუთარი თვალით მენახა, რა პირობებში უწევს თანამშრომლებს მუშაობა. ეს არის Toyota-ს ფირმის ამწეები, რომელიც გამოიყენება აი ამ ლოჯისტიკურ ცენტრში. ყველაზე მთავარი სამუშაო პირობები. უნიფორმა, რომელიც აღვაყოფილებს სრულად უსაფრთხოების სტანდარტებს. კვების ვაუჩერი. ტრანსპორტირების 50%-იანი ხარჯის დაფარვა კომპანიის მიერ. ჯანმრთელობის დაზღვევა, პლუს ოჯახის 2 წევრი. უსაფრთხოების დაზღვევა, შრომის უსაფრთხოების დაზღვევა. მე-13 ხელფასი, ყუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება, რომელსაც ზოგჯერ მე-14 ხელფასაც ეძახიან. ჩემი შეფასება. აქ თანამშრომლებს აქვთ იმის განცდა, რომ არიან დასაქმებულები სტაბილურად, უზრუნველყოფილი არიან მინიმალური ხელფასით, რაც მისაღებია ბელგიის კანონმდებლობის თანახმად და ხვალინდელი დღე აქვთ უზრუნველყოფილი.